იქიდან დავიწყო, რომ აი წინა აზრი გავაგრძელო, რომ თუ აი აგენტებად და შეტყობინების მოწოდება რო არის, ეს ის ხალხია, რომელიც სისხლიან 9 წელში იჯდა და ჩაშვების ინსტიტუტის წინააღმდეგ გამოდიოდა, როდესაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი რაღაც ინიციატივები, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას დანაშაულზე იმსახურებდა. ოღონდ იქ ის არისო, ასე ვთქვათ, ვალდებულების დონეზე, ხო? რომ შეეტყობინებინათ ვიღაცას თუ კლავენ ქუჩაში, ან ვიღაცას გვერდით მეზობელს ძარცვავენ ან რაღაცა და ამაზე ეს ბაცაფუცხიშვილი გადასწრებად მახსოვს, ქართველობა ის არის, რომ ქართველი კაცი ალღვევდეს კანონს და რაც ქვია ჩაშვების ინსტიტუტს და დღეს დაშს უკრავენ ამას, მე აი საზოგადოების იმ ნაწილზე ვლაპარაკობ, რომელიც აღშფოთებული იყო კრიმინალის შეტყობინებაზე და დღეს ამას ხო, მაგას ვამბობ, რომ აი იმდენად ამორალურია ჩემთვის აი ეს რაღაცნაირად შედარება აი ამის, მაგრამ რაც შეეხება იმას შეძლებენ თუ არა ამის აღსრულებას. მოდით ვთქვათ, რომ 20-30-იან წლებში ის რომ საქართველოში მოხდა ტოტალიტარიზმის გამარჯვება, ეს ვერანაირად ვერ მოხდებოდა საქართველო რო ყოფილიყო გამოყოფილი რუსეთისგან. ანუ საქართველოს თვითონ რესურსი ტოტალიტარიზმის არ აქვს, როგორც სახელმწიფოს, იმიტომ რომ ის არ არის ეკონომიკურად ძლიერი, სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი და აი ამ ქოცთა რეჟიმს არ აქვს არანაირი იდეა, რომელიც არის სენსიტიური საზოგადოების დიდ მასებს, ასე ვთქვათ, წამოიყვანს, რომლის გამოც ამაკლდათ რუსეთში ყარი ეს ვილიკაერაციას იდეა, იმპერიული ამბიცია არის და ბევრ რაღაცას თმობს. მოკვდება და აი ამას აი დიად რაღაცას ემსახურება, ხო? და ეხლა ადამიანმა, იმიტომ რომ ეხლა კახაკალაძემ ჯიბები დაივსოს, თვითონ რატო უნდა იზარალოს, ანუ ვერ ხვდება ადამიანი, ხო? ანუ იდეა არ არსებობს, რომ ეუბნები, რომ შენ თავი გაწირე, გადადე, მაგრამ რისთვის? ჩემთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფულები არ დაკარგოს, ანუ იდეა არ არსებობს. ადამიანობაზე უარი თქვი, შენ მორალურ სახეზე უარი თქვი. ანუ ეს და მეორე, ნუ ეხლა ეს მთელი რესურსი იყო რუსეთში. საქართველოს რო არ ყოფილიყო საბჭოთა კავშირის ნაწილი, სად გადაასახლებდნენ იმ ადამიანს, რა ვიცი, მესტიაში თუ ხაშურში. ანუ არ არსებობს ფსიქეებში გეტყვი. ხო, მაგას ვამბობ, მაგრამ ასეთი მის, რა ქვია, ტოტალურ წმენდას და ტოტალურ რეპრესიებს ვერანაირად საქართველოსთან მით უმეტეს, როცა საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა, ყველას იცნობს ბიძაშვილი, ანუ მაზლი, რაღაც მეზობელი, სოციალური ქსოვილია და ნუ ძალიან სასაცილოა, რომ ეხლა მე მიცნობს, იფიქროს, რომ მე ვარ აგენტი მაგალითად, ხო? ანუ არ იფიქრებს არავინ. არც ჩემი ქოცი მეზობელი მაგალითად, არც ჩემი ვიღაც ეჭვი მაქვს თქვენ დარეგისტრირებას თქვენი ნებით არ აპირებთ.